სადღაც შორს პატარა ბავშვი ოცნებას ხატავს. ფურცელზე, ქვიშაში, ან უბრალოდ თვალებში სინათლით. მაშინ ყველაფერი მარტივია, საახლოსაა და მზე თითქოს ჩვენთვის ამოდის. გეთანხმებით, მართლაც სახალისო და სენტიმენტალური ვიდეოა, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნებოდა მართლა რომ დაესვათ ჩემთვის ეგ კითხვა. მოგესალმებით, თქვენი ყოფებით არხზე, რომელიც უნდა მქაოსია. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენი ყოფებით არხზე, რომელიც უნდა მქაოსია და დღეს ჩვენ გადავიდეთ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პატარა სოსოს ერთ დღეს მოუნდა რომ ეკეთებინა ის, რასაც მამამდე თვითონ უყურებდა. ანუ ყოფილიყო იუთუბერი. ის დაჯდა. YouTube მარტო ვიდეოების ადგილი არაა. ეს ჩვენი დროის ალბომია, სადაც ყველა ნახვაში, ხმაში ან სიცილში რაღაც მოგონება ცხოვრობს. აქ ინახება წლები, მეგობრები, ხმა, პირველი ემოციები და ის გულწრფელი ენერგია, რაც ცხოვრებაში ერთხელ მოდის. ზოგისთვის ეს უბრალოდ პლატფორმაა, ჩემთვის ეს მოგზაურობაა. გზა, სადაც ვისწავლე, როგორ დავკარგო და ისე ვიპოვო საკუთარი თავი. თითოეული ვიდეო პატარა ნაწილია იმ ადამიანისა, ვინც დღეს ვარ. ამიტომ მე YouTube-ზე მხოლოდ ვიდეოებს ავტვირთავ. მე აქ ჩემ ცხოვრებას ვინახავ. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ვიღებ ამ ვიდეოს? ამ ვიდეოს იმიტომ ვიღებ, რომ რაღაც მინდა დავიბრუნო. ის დრო, როცა უბრალოდ კამერა მერჩოდა ხელში და ოცნება მქონდა ერთ დღეს იუთუბერი გამხდარიყავი. მაშინ ეს ოცნება უბრალოდ თამაშად ჩანდა. ვერ უხსნიდი მშობლებს როგორ შეიძლებოდა ეკრანის წინ ჯდომა ნამდვილ საქმედ ქცეულიყო. მათთვის ეს უბრალოდ გართობა იყო, დროის ფლანგვა. მაგრამ ჩემთვის ეს იყო გზა, რომელთაც საკუთარ თავს პოულობდი. სადაც პირველად ვისწავლე როგორ უნდა გჯეროდეს რაღაცის, მაშინაც კი როცა სხვას არ ესმის შენი. დღეს რომ ვიხედები უკან ხვდები. YouTube ჩემი ბავშვობის ოცნების გაგრძელებაა და ალბათ ამიტომაც ვიღებ ამ ვიდეოს. რომ დავანახო, ზოგჯერ ის, რაც პატარა ოცნებად იწყება, შეიძლება მთელი ცხოვრება გახდეს. და მაინც რა, უბრალოდ ჰობი თუ მომავლის ინვესტიცია. ყველა ოცნება იწყება ბავშვობიდან. იქ, სადაც სამყაროს ჯერ კიდევ არ აქვს საზღვრები. სადაც ყველაფერი შესაძლებელია და პატარა გულიც კი დიდი სამყაროს იმედადაა. იმ დროს, როცა ჯერ არ ვიცით რა გველის, მაგრამ უკვე გულზნობთ, ვინ გვინდა რომ ვიყოთ. შემდგომ ცხოვრება მოდის. ხმა, ხმაური, პასუხისგებლობები და იმ ბავშვურ ხმას შიგნით იშვიათად უსმენთ. მაგრამ ოცნება არ ქრება. ის უბრალოდ ჩუმად ელოდება, სანამ ისევ მოვბრუნდებით მისკენ. იმ ბავშვობისკენ, სადაც ყველაფერი იწყებოდა. ბავშვობის ოცნებები. ისინი არასოდეს ჭკნება. უბრალოდ დრო სჭირდება, რომ გავბედოთ და ავიხდინოთ.